ამ ჩვენს მეგობარს აქვს იუბილე. და ჩვენ მუშაობთ სადღაც. და ვერ გიხერხდება რომ მევიდეს. დირექტორმა გითხრა, დღეს სახელი რა ქვია? დღეს მიშიკოს დაბადების დღეა და ყველას გათავისუფლებთ, აი ჩვენ თანამშრომლებს. გათავისუფლებთ რომ და ხა ჩვენ ვფიქრობთ, რა კარგია ერთი დღე როგორც იქნა დავისვენებთ. წამოვწექით სახში ტელევიზორს უყურებთ დილიდან საღამომდე. სწორი იქნება? იმიტომ გაგვათავისუფლეს, რომ ჩვენს მიშიკოს მოვფერებოდით, მეგველოცა, გაგვემხიარულებინა, ხო მართალი? უქმობა არ ნიშნავს უსაქმურობას. არც მხოლოდ იმას, რომ მეგობრებთან დრო ატარო. ხვალინდელი დღე თუ არის უქმე, მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ადამიანმა მოიცალოს, ჯეროვნად აღნიშნოს ეს დღესასწაული. ანუ თქვენ ფაქტიურად სახელმწიფო და იმიტომ რომ ეს სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, ეს ჩვენი ქვეყნის საძირკველი. სახელმწიფომ თქვენ ხელი შეგიწყოთ, რომ ეს დრო გამოიყენოთ არა სკოლის მერხებთან ჯდომისთვის, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა ისწავლოს და თავის ქვეყანას გამოადგეს, არამედ გამოიყენოთ უფრო მნიშვნელოვანისთვის, რომ თქვენ სულიერად მოძლიერდეთ. ამიტომ ჩვენ რომ ეს დღე სწორად გამოვიყენოთ, ეს იქნება ის, რომ ადამიანი წავა ტაძარში. თუ მოახერხებს და სვეტიცხოველში წავა, ეს თლად კარგი იქნება. თუ არა და სადაც მოახერხებს, იმ ტაძარში უნდა დაესწროს წირვას, მოისმინოს წირვა, მოისმინოს იქ ქადაგება სასულიერო პირისა და ეს იქნება ამ დღესასწაულის დასაწყისი. მერე როგორც ჩვენმა მეგობარმა თქვა, ამ დღესასწაულს თუ მეგობრებთან ერთად იმ მოლხენაშიც აღნიშნავ, ამაში ცუდი არ იქნება, ყველაფერი რა თქმა უნდა თუ ზომიერად გაკეთდა. აი ეს იქნება ხვალინდელი დღის ყველაზე კარგად გატარება. მარტო ის რომ ჩვენ რადგან სკოლიდან თუ სამსახურიდან ვინც საჯარო სამსახურში ისვენებს, ჩვენ დასვენება მოგვეცა და რა კარგია მოდი უქმად უსაქმურად უпростоად გავატაროთ ეს დღე, ეგ არ იქნება ამისი სწორი გამოყენება და აღნიშვნა. ეგ იმას ნიშნავს, რომ ღმერთმა მოგცა შენ შესაძლებლობა, რომ გამოიყენო სწორად ის დრო და არ უნდა გააფუჭო ეს ღვთისგან მოცემული ეს მადლი და წყალობა.